26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნებების სპორტსმენი გიორგი ქართველიშვილი ახალ მოძრაობას აარსებდა. ანონსის მიხედვით მოძრაობის მიზანი იქნებოდა რელიგიაზე, სიწმინდეებზე, ისტორიასა და კულტურაზე შეურაცხყოფის შემთხვევაში მყისიერი რეაგირების მოხდენა. საზოგადოების ნაწილში ასეთმა განცხადებამ უკვე ბუნდოვანება შემოიტანა. მედიები წერდნენ, რომ ქართველიშვილის ეს ინიციატივა ჩეჩნური სტილის მორალის პოლიციის შექმნას წააგავდა. 27 ივლისს კი ჩატარდა მოძრაობის გაცნობითი სახის შეხვედრა. ეკრანზე ამოვა მთელი განცხადება, შეგიძლიათ წაიკითხოთ, მე კი უბრალოდ მოკლე შინაარსს გეტყვით. როგორც გიორგი ქართველიშვილმა თქვა, ქართული იდენტობის შემადგენელი ელემენტები, ტრადიციები, ღირებულებები, რელიგია, სხვადასხვა კულტურული მიღწევები პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნეები ხდებიან. განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდამსხმელები როგორც წესი, ფსევდოიდეოლოგიის მატარებლები არიან, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან და ეს არის მართული ხელოვნური პროცესი. ბოლოში კი ნათქვამია, რომ მათი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ კი ჩათვლიან, რომ კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან. მზად არიან თავიანთ თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდნენ. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ განცხადებებისა და ანონსის შემდეგ რაღაც სრულფასოვანი წარმოდგენა მივიღეთ, თუ რა ორგანიზაცია იქმნება. პირიქით, ჩემთვის დამატებითი შეკითხვები გაჩნდა. მაგალითად, აღსრულების ნაწილში. ვინ უნდა მიანიჭოს ლეგიტიმაცია? ვინ უნდა განსაზღვროს სიწმინდეს ნამდვილად მიაყენა სუბიექტმა შეურაცხყოფა თუ არა? ვინ უნდა შეისწავლოს მთლიანი კონტექსტი? რა, როგორ და რანაირად იყო ნათქვამი? ამ ორგანიზაციაში იქნებიან ადამიანები, ვინც პროცესების ღრმა ანალიზით დაკავდებიან, დასხდებიან, სერიოზულად იმსჯელებენ და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს გამოავლენენ, თუ უბრალოდ ცხელგულზე, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან, მიუვარდებიან და დასჯიან. ასევე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ არანაირ საფრთხეს არ მოერიდებითო და კარგი იქნებოდა ამის განმარტება, რას გულისხმობენ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ვთქვი, ვინ ანიჭებს ამ მოქმედებებისთვის ლეგიტიმაციას. ხელისუფლებასთან დახურული კავშირი არსებობს, თუ სპორტსმენების ინიციატივაა. ინიციატივის ავტორებს უნდა ესმოდეთ, რომ თუ არ მოფენენ ნათელს და მეტ დეტალებს არ გაასაჯაროებენ, მაშინ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს სამართლიანად ეგონებათ, რომ ეს არის სპორტსმენების დაჯგუფება, რომელსაც მწვანე აქვს ანთებული ხელისუფლების ზოგიერთი წევრისგან და შეუძლიათ ასე ქუჩა-ქუჩა სიარული და ადამიანების ცემა. შეკითხვები მთავრობასთან, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს, მაგრამ ანარქია როგორც ასეთი ქვეყანაში არ არის. არავის აქვს სინამდვილეში უფლება შექმნას რაღაც დაჯგუფება და თან ამბობდეს, რომ არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან. აი ხვალ მე და ჩემმა გამომწერებმა რომ ვთქვათ, რომ მოდით შევიკრიბოთ, ქუჩა-ქუჩა ვიაროთ და დავაკვირდეთ საგზაო მოძრაობას. ის მძღოლი, რომელიც სახიფათო მანევრს გააკეთებს და პოტენციურად ქვეითის მკვლელი არის, მოდი გადმოვიღოთ მანქანიდან და მაგრად ვცემოთ ხოლმე. ასეთ პირველივე ინციდენტზე დაგვიჭერენ, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლების ფარული ეგიდით არ მოქმედებთ. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ქართველიშვილს, მე მას პირადად არ ვიცნობ. არ მინახავს მისი ბრძოლებიც. მის რეკორდს თუ გადავხედავთ, 8 მოგება და 0 წაგება აქვს. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ასეთი რეკორდი აქვს. ყველა შეხვედრა ვადაზე ადრე აქვს დასრულებული. სოციალურ ქსელებში მას სხვა მებრძოლებმაც დაუჭირეს მხარი. მაგალითად, დადებითად დაახასიათა ვეტერანმა შოთა ბედლემიძემ. მეც რომელ სპორტსმენებსაც ვკითხე, ვინ შორიდან იცნობს, ყველა ახასიათებს მას როგორც ზრდილობიანს, წესიერ და კარგ ადამიანს. და ეს ხალხი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. სპორტულ კარიერაში გიორგის უსურვებ უზარმაზარ წარმატებას, იმ მწვერვალების დაპყრობას, ვინც თვითონ შთააგონეს, რომ ამ სპორტში ეცადა ბედი. მე არ მინდა, რომ მისი ეს ჟილკა, სპორტული ხასიათი თუ უნარები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ და დაარწმუნონ, რომ ქუჩა-ქუჩა ადამიანების ცემაში არის გამოსავალი. მართლა გაურკვეველი გზავნილია ხალხისთვის. ამბობდნენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებს და ამის პარალელურად საჭიროება დგება, რომ სადამსჯელო რაზმი დააკომპლექტოს სპორტსმენებისგან. მინიმუმ ეჭვებს იწვევს. ქართული ოცნების შედარებით ახალი თაობა, რომელიც ცდილობს ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, ატარებს შეხვედრებს, დგებიან ოპოზიციური მედიის წინაშეც და კითხვებზე პასუხობენ. და ამ პროცესის პარალელურად ვიღაც ცდილობს, რომ სხვა ახალგაზრდების ერთი ჯგუფი დააპირისპიროს მეორე ჯგუფს და ფიზიკურად აცემინოს. ეს ნიშნავს, რომ არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება და თავის ნდობასაც ასუსტებს. სპორტსმენებმა ყველაზე კარგად იციან, რომ იმ ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელსაც ისინი ფლობენ, დარბაზის, ჩემპიონატის თუ ვარჯიშის მიღმა თითქმის არ ხდება. ეს ყველაფერი ვის წინააღმდეგაც წამოიწყეთ, თქვენი სწორი ფიზიკურად ვერასდროს ვერ იქნება და რომელი მწვრთნელი შეგიქებთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, თქვენ გეყოლებათ თქვენი კუმირები სპორტიდან, ხო? ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მენი პაკიაო, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ანდერსონ სილვა, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ასე შემდეგ. აი, რომელიმე მათგანი თქვენ თუ გინახავთ, რომ ქუჩა-ქუჩა აქტივისტებს დასდევდნენ და სცემდნენ.
თან გიორგის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტრადიციები, ღირებულებები, რელიგია, სხვადასხვა კულტურული მიღწევები პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნეები ხდებიან. როცა ტრადიციები, ღირებულებები, ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ხდება დასაცინი, მაგ დროს რა შევით ბიჭებო? აი მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ესტონელმა ტურისტმა ეკლესიის გალავანზე მოშარდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსულად მოსაუბრე ტურისტები იმ ტბაში ბანაობენ, სადაც ბანაობა საერთოდ არ შეიძლებოდა. არაბებმა ჩვენი სიწმინდეები პულივიზატორით გადაღებეს. ასეთ დროს რეაგირებას ახდენთ? ან მაგალითად ერთ დღეს გაიღვიძეთ და გაიგეთ, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირი სახელმწიფო ბიუჯეტს ფლანგავს. ან საჯარო მოხელე ან მისი ოჯახის წევრი თას ჭრის და იქ აშენებს რაღაც კერძო თავის პროექტს. ან აღმოაჩინეთ, რომ საარჩევნო დაპირებები არ სრულდება. სადღაც მეტრო არ გაიყვანეს, სადღაც პარკი არ ააშენეს და ამას წლებია ასე აკეთებენ და ამბობენ. ამას თქვენ ჩათვლით ქართველი ხალხის მოტყუებად და თქვენი ინიციატივის სახელით შესაბამის ზომებს მიიღებთ? სეპარატისტები რომ გამოდგებიან და გვეტყვიან, ქართველებმა მარტო ბოდიშკი არ უნდა მოიხადონ, არამედ გუდაურის ტერიტორია უნდა დაგვითმონ და ფულიც გადაგვიხადონო. ან აფხაზ სეპარატისტი როცა იტყვის თბილისის დაბომბვას შევძლებთო. ამას ჩათვლით თქვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფად და იმოქმედებთ? თუ მხოლოდ ქუჩაში პატარ-პატარა ჯგუფებით აქტივისტებს ცემთ? ახლა ერთ მგრძნობიარე თემაზე გადავალ, რის გაზიარებაც თქვენთვის მინდა და ეს არ იქნება განხილვა, ეს იქნება უბრალოდ ჩემი მოსაზრებები. უბრალოდ რაზეც ვისაუბრე ცოტა ხნის წინ, იმის შემავსებელი იქნება. ზოგიერთ თქვენგანს ძალიან არ მოსწონს, როცა ოპოზიციაზე ვსაუბრობთ და წერთ, რომ რა დროს ეს არისო, მაგრამ ამ ამბავშიც კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოპოზიციური ბაბლები. ოპოზიციური ამორჩეველი ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი აბსოლუტურად სხვა არის და ოპოზიციური ბაბლი სხვა არის. პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ ქართული ოცნება თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს არსებული ოპოზიციური ბაბლებით, მათი რუპორებითა და აქტივისტებით. ისინი გახვევენ თამაშის წესებს და ყოველ ჯერზე როცა თქვენ იწყებ პრობლემის აღმოჩენას, პასუხობენ, ახლა ამის დრო არ არის, ან რა დროს ეს არის. ამ პასუხს იღებთ და ვიღებთ სტანდარტულად. ჩემი აზრით ფართო სურათი გამოიყურება ასე. ქართული ოცნება საზრდოობს არსებული მრავალწლიანი ოპოზიციით, მათთან დაკავშირებული ტოქსიკური ჯგუფებით, მათი გეიტკიპერებით და რუპორებით. დაუკვირდით, ხელისუფლება რას ეუბნება თავის ამომრჩეველს. თქვენ ხართ სწორი და მართალი ადამიანები, იმიტომ რომ პატივსცემთ ჩვენს ისტორიას, რელიგიას, კულტურას, მწერლებს, გამოჩენილ ადამიანებს და ასე შემდეგ. და ამის გამო გვაძლევთ ხმას ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენც ანალოგიურ ფასეულობებს და ღირებულებებს ვატარებთ. აი სხვა ყველა დანარჩენი არიან სამშობლოს გამყიდველები, მოღალატეები, ისინი პატივს არცემენ არც კულტურას და მეტიც რელიგიასაც კი დასცინიან. ამ მარტივ მოცემულობაზე აგებს მთელ პროპაგანდას. ახლა ნახეთ, ოპოზიციაში როცა მსგავსი მართლა ხდება, იქნება ეს რელიგიისა და კულტურის შეურაცხყოფა, გამოჩენილი და ცნობილი ადამიანების აბუჩად აგდება, მწერლის, პოეტის, უბრალოდ საზოგადო მოღვაწის და ასე შემდეგ. ხელისუფლება ამას მყისიერად და ეფექტიანად იყენებს და რეალურ მაგალითზე აჩვენებს ადამიანებს, რომ აი ხალხო ნახეთ, შეიძლება თქვენ არ გჯეროდათ, მაგრამ ხომ გეუბნებოდით, ეს ადამიანები ყველა მართლა ასეთები არიან. მთელი წლები პარტია მუშაობს იმაზე, რომ ერთგვარი მორალური უპირატესობა შექმნას და თავის ამომრჩეველს ეს დააჯეროს. ამ დროს ოპოზიციონერი ან ვითომ ოპოზიციონერი გამოდის და ისეთ სისულელეებს აკეთებს, პირდაპირ ამ პროპაგანდაზე წყალს ასხამს. საერთოდ აზრი აღარ აქვს მერე კონტექსტიდან მოჭრეს, დამახინჯებულად გაავრცელეს, ნოდარ დუმბაძეს სხვა სიფრთხეში იგულისხმეს თუ რა. ეს უკვე ხდება მეასე ხარისხოვანი. ამომრჩევლის უმეტესობა მერე გარჩევას არ დაიწყებს სინამდვილეში რა როგორ იყო, იმიტომ რომ თავს გრძნობს ზუსტად იმ მორალურ უპირატესად, რაზეც მთელი ეს წლები ჰქონდა პრეტენზია. საზოგადოება როგორ არის მოწყობილი, იცით. ჩვენ ისე გვიყვარს რაღაცების მტკიცება, რომ საკუთარი პოზიცია დავიცვათ, თუ რეალური მაგალითი ხელში გვივარდება, აბსოლუტურად ყველას წინააღმდეგ, ვინც საპირისპიროს გვიმტკიცებდა, როგორი ნასიამოვნები და ეგო დაკმაყოფილებულები ვართ ხოლმე. ახლა წარმოიდგინეთ ანგაჟირებული ამომრჩევლისთვის ოპოზიციის ეს სისულელეები, იმის ნათელი მაგალითი და რეალური მტკიცებულება არის, რომ საფუძველი ჰქონდეს იფიქროს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ყველა ერთნაირები არიან. ყველა რელიგიას დასცინის, კულტურას პატივს არცემს, აბუჩად იხსენიებს საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს და ასე შემდეგ. ოპოზიციური ბაბლი კი ისე არის დაკომპლექსებული, რომ დაბნეულია. არც იცის რა გააკეთოს. სულ უფრო მეტი ადამიანი რომ ეცლებათ, იმას კი არ იტყვიან ერთხელ რომ რაღაცას ვაკეთებთ არასწორად. არა, მაინც იმას გაიძახიან, რომ ჩვენ ვართ მართლებია. 2 კვირის წინ ასეთი ინციდენტი მოხდა. კახეთში ქორწილში რუს დამსვენებლებსა და მასპინძლებს შორის მოხდა დაპირისპირება. ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ქალის ცემით დასრულდა. აი რა უნდა იმის თქმას, რომ გამოხვიდე და საჯაროდ თქვა, რომ მე არ ვემხრობი ქალის ცემას.
ეს არზის იმ ფასეულობებში და იმ იდეოლოგიებში, რისთვისაც მე ვიბრძვი, იქნება ეს პროამერიკული, პროჩინური, პროევროპული, პროქართული თუ რა, ნებისმიერ ფასეულობაში თუ კულტურაში არზის ჩემთვის ქალის ცემა. ისეთი ხალხი წერდა და ამართლებდა ამ საქციელს, რომ კითხო ჭეშმარიტად სწორი ფასეულობების სადარაჯოზეა. არა და იმდენად მშიშრები არიან, იმდენად დაკომპლექსებულები არიან, რომ შეიძლება რასაც წერდნენ, სინამდვილეში გულში იმას არ იზიარებდნენ. უბრალოდ ბაბლის დაქენცილების ეშინოდათ. როგორ თუ შენ გარუსებულ უკრაინელ ქალზე არ დაწერე, რომ რომს ცემე სწორი იყო. ახლაც ამ თემებზე, ხო შეიძლებოდა რომელიმე ოპოზიციონერი გამოსულიყო და თამამად ეთქვა, რომ დაანებეთ რა ამ ყველაფერზე ხუმრობას თავი. საღადაო თემა დაილია, რომ არ გადაწყვეტ რელიგიას, ეკლესიას, საზოგადო მოღვაწეებს და ასე შემდეგ. როგორ კონტექსტშიც არ უნდა ახსენო. დაანებე რა თავი. ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კი არ არის, არამედ იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის სენსიტიური არის და სასიამოვნო სულაც არ იქნება იმათთვის. თუ სამართლიანი ხარ, ბოლომდე იყავი რა სამართლიანი. ვინ გაჯერებთ, რომ რელიგია და კულტურა არ ფასობს ქართულ საზოგადოებაში და ამაზე ღადაობები და გაშავება კარგი ტიპობაა. თუ მთავრობა რაღაცას აკეთებს მოჩვენებითად და ეს არის შენთვის გამაღიზიანებელი, ამაზე ისაუბრე, მაგრამ რა მთავრობის წევრი აკეთებს მოჩვენებითად, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ზუსტად ასეთი მოჩვენებითი არის. იმის გამო, რომ ოპოზიციას არ აქვს უნარი იყოს თანმიმდევრული და რაღაცებზე თამამად ისაუბროს, თუნდაც თუ თავისიანი აშავებს. მერე საზოგადოებას ემუშავება მთავრობა და აჩვენებს, რომ აი ხო გეუბნებოდით, იქ ყველა ერთნაირია. ნახე, შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ მწერლებს და ხმასაც კი არავინ იღებს იქიდან, რომ შეწყვიტოს და გაემიჯნოს. აი, მეტი მართლა რაღა უნდა მოხდეს, რომ ადამიანები დაფიქრდნენ და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი უფრო მეც აფუჭებს და აშავებს, ვიდრე აკეთებს და ვისაც მართლა სამართლიანი პროტესტი აქვს, ხო? იმასაც კი ხელს ჩააქნევინებს. დავანებოთ ცოტა ხანი ყველაფერს თავი, მხოლოდ სტატისტიკები ავიღოთ. და პირობითად 2024 წელი ვთქვათ, 2024 წლიდან დღემდე პროტესტის მუხტმა იკლო თუ იმატა. 2024 წლიდან დღემდე არსებულ ოპოზიციას უფრო მეტი იდეურად უფრო მეტი თანამოაზრე შეემატა თუ მოაკლდა. 2 წელია ეს ხალხი გაიძახდა, რომ რეჟიმი სულს ღაფავს და აი წკიბზე და მორჩა, ჩამოიშლება. ერთი მიწოლაც და ეგა. ხო იყო ასე. 2 წლის თავზე რას ვიხებთ? მთავრობა იმდენად არის მოძლიერებული, რომ პირდაპირი გაგებით რა კანონსაც უნდა იმას იღებს და ვერავინ ვერაფერს ვერ უპირისპირებს. მოუნდება და ტროტუარზე დაგიჭერს, მოუნდება და ოპოზიციის ლიდერს დაიჭერს, მოუნდება და Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო დაგაჯარიმებს ან დაგიჭერს და ვერავინ ვერაფერს ვერ ცვლის. 2019, 20 ან 22 წლებში ეს ხომ წარმოუდგენელი იყო. მაშინ იყო ძლიერი და ახლა არის სუსტი? ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ზუსტად ეგ რაც შენ თქვი, ეგ არის იმის ინდიკატორი, რომ ეშინიათ და სუსტები არიან. არა, ამას აკეთებენ უბრალოდ იმიტომ, რომ შეუძლიათ და აკეთებენ. გახსოვთ მადიარზე ვიდეო რომ გავაკეთე? პარტიაში მხოლოდ რამდენიმე კაცი ყავდა არჩეული, ვინც საჯაროდ კომენტარს აკეთებდა. დანარჩენს ყველას მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინათ. სიტყვის თავისუფლება კი არ წაართვა. უბრალოდ იცოდა, რომ იქ სასარგებლო იდიოტები და სულელები იყვნენ საკმაოდ დიდი ნაწილი. და თუ მათ დაუთმობდა ეთერს, იმდენ სისულელეს იტყოდნენ, რომ ორბანი ამას სათავისოდ გამოიყენებდა და გააშავებდა დანარჩენებსაც. აი კიდევ ერთი მომენტი, რაზეც მინდა დაფიქრდეთ, ხო? ფაქტია, ხელისუფლება, რასაც უნდა იმას აკეთებს, სრული კარტ-ბლანში აქვს. თქვენი აზრით არჩევნებზე მრავალგზის დაპირებულს და 2024 წლის არჩევნებზე გამეორებულ ერთ-ერთ მთავარ პირობას, ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული ძალების აკრძალვას, რატომ არ ამყარებს კონსტიტუციურ დონეზე? ხომ იყო ეს პირობა? ხომ შეიტანეს ვითომ სარჩელი და მერე გამოიტანეს ჩასწორებები უნდაო? აი თქვენი აზრით მართლა უნდა დაარაკეთებენ? ეცოდებათ ეს ხალხი და ებრალებათ? არა, უბრალოდ მთავრობას ეს ხალხი სჭირდება. სჭირდება არსებული დაძველებული ოპოზიცია თავის ბაბლებით, თავის რუპორებით, თავის არათანმიმდევრულობით, ტოქსიკურობით, ერთმანეთის მიმართ შურით, კომპლექსებით. იმიტომ რომ ამ ყველაფრის ხარჯზე იზრდის მერე მთავრობა თავის რეიტინგს და ამ მომრჩეველს ყოველჯერ ზეუბნება, როცა იქ რაღაც ისულელე ხდება ოპოზიციაში, ამ მომრჩეველს ყოველჯერ ზეუბნება, რომ აი, ხომ გეუბნებოდით. ყველა ეს პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ვითომ აქტივისტი, მთავრობას უფრო სჭირდება, ვიდრე სხვა ნებისმიერ დანარჩენს. იმიტომ რომ ამათ ხარჯზე ქმნის იმ თითქოს მორალურ უპირატესობას. არ არის აუცილებელი იზიარებდეთ ჩემ მოსაზრებას, მაგრამ არსებობს რიცხვები და არსებობს სტატისტიკა. თუნდაც პროტესტის მუხტის ძალის, აქციებზე გამოსული ადამიანების რაოდენობის, საყვარელი ლიდერის პოპულარულობის და ასე შემდეგ. ეგ ნახეთ და ეგ გადაამოწმეთ. ეს ხალხი რომ აქტიურია, მათი აზრი რომ არის მოწინავე, სწორედ ეს აძლევს გიორგი ქართველიშვილი იქნება პირობითად თუ სხვა ნებისმიერი, ხო? იმ იდეების რეალობად ქცევის საშუალებას, რაზეც ზემოთ საუბრობდით. თან მორალურ მხარდაჭერასაც იღებენ. ის კომიკოსი რომ სცემეს, ის ხალხი რომ გამოუშვეს ზარზეებით დახვდნენ.
ხალხმა ის კი არ თქვა სამი კაცი ერთს რომ დაესიათ ან ისეც რომ შეხედავ ეგრევე შეატყობ რომ თავსაც კი ვერ დაიცავს წესიერა და მაქსიმუმ აი მთელი ცხოვრება კლავიატურით იომოს. თან როგორც ვიცი მეუღლე ახდა თან და მაგაზე კი არ თქვეს ეგ არ არის სწორი საქციელი, არამედ ყოჩა ღვიჭებო სამაგალითად დაგისჯიათო. მე პირადად და დარწმუნებული ვარ ამ არხის აუდიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილს არ სიამოვნებს ის ფაქტი, რომ ვიღაცა შეუძლია თავს მისცეს იმის უფლება, რომ რელიგიას დასცინოს, კულტურას დასცინოს, ეკლესია აიგდოს აბუჩად, საზოგადო მოღვაწე იქნა მწერალ თვას შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, ასეთ ხალხთან საერთოდ არც მინდა რამე საერთო მაკავშირებდეს, არც ღირებულებას ვიყობ, არც ფასეულობას და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ აი ავდგეთ და დავიწყოთ ქუჩა-ქუჩა ამ ხალხის ძებნა და ჩხუბი და ცემა. კარგს არაფერს არ მოგვიტანს. პირიქით, უფრო მეტ აგრესიას წარმოშობს, უფრო მეტ ძალადობას, ბოროტებას და ყველაზე კატასტროფული რაც არის, კიდევ უფრო დაგვაშორებს ადამიანებს ერთმანეთს. ან აი რაზე დაფიქრდით, იცით? დაუშვათ ადამიანი დასცინის რელიგიას და ეკლესიას და ის ვიღაცამ სცემა. როგორ ფიქრობთ, მე ას შეიცვლის? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხო? მარტო ჯიბრის გამო მთელი ცხოვრება დარჩება იმ აზრზე. და სიმართლე რომ ვთქვათ, არც ერთი საღად მოაზროვნე სასულიერო პირი იმას არ იტყვის, რომ აი ეს კაცი არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს, ჩვენზე ცუდი რაღაცები თქვა და წადით ახლა თავპერი დაალეწეთო. თუ ვინმეს ამბიციები შემორჩა საერთოდ ოპოზიციაში და ჭეშმარიტ ღირებულებები გააჩნია, არ არის მედროვე გეიტკიპერების მსგავსად, ახლა უნდა გამოავლინოს პრინციპულობა, სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და იმ საქმის ურყევი რწმენა, რაც მართლა გულით უყვარს. სადამდე მივედით ერთი და იგივე განცხადებებით და ერთი და იგივე ხალხით, მშვენივრად ხედავთ. არ შეგეშინეთ ბაბლის დაკენსელები და ამის გამო შავზე ნუ იტყვით რომ თეთრია. ბაბლი არის 1000, 10000 კაცი და საქართველოს მოსახლეობა არის 4 მილიონამდე. თქვენ შეიძლება ზოგჯერ ფიქრობთ რომ აი ბაბლის საამებლად მე ამას დავწერ, მე ამას ვიტყვი და ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდება. ყველაფერს კარგად ხვდება და აანალიზებს. თუ მაინც პირიქით გგონიათ, უბრალოდ შეხედეთ თქვენს რეიტინგებს. მე მაინც გგონია რომ ქართველი შვილის ინიციატივა დარჩება და არ იქნება რაღაც გრანდიოზული გაგრძელება. ყველასთვის ასიაჯობებს, მათ შორის ინიციატივის ავტორებისთვისაც. მესმის რომ ახლა სხვა აზრზე არიან, მაგრამ აუცილებლად გავა დრო და რაღაცებს რომ გადააფასებენ, მერე ალბათ სხვანაირად შეხედავენ და იფიქრებენ. მორალის სახელით მოქმედი სადამსჯელო რაზმები ბოლოა, რაც ახლა გვჭირდება. კიდევ რის თქმა მინდა, იცით რომ აი ეს ბაბლები, ხო, მართლა რაღაც პარალელურ სამყაროში თან არსებობენ, იმდენად მოწყვეტილი არიან რეალობას. ისინი როგორ უყურებენ საკითხს და მე ახლა რიგით ადამიანებზე საუბრობ და არა იმ რაზმებზე, სადამსჯელო რაზმებზე, ჩვეულებრივ რიგით საზოგადოების წევრებზე. რომ თუ ბაბლი შეურაცხყოფას მიაყენებს ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანს, სასულიერო პირს, საზოგადო მოღვაწეს და ასე შემდეგ და ამ ხალხს გაუჩნდებათ რაღაც პროტესტის გრძნობა, იმიტომ რომ ძვირფასია ის მწერალი იქნება, ის წმინდანი იქნება თუ რაღაც ძვირფასია, ხო? და იმით ამაყობს, ეს უხარია და ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს და თუ ამის გამო უჩნდება პროტესტი, ბაბლი ფიქრობს, რომ ეს რაღაც ჩეჩნური მიდგომა არის. ყველას თუ არა მოსახლეობის 90%-ს არ მოეწონება თუნდაც ბებოების ტკბილ მოგონებაზე ღლიცინი, წმინდანებს და რელიგიაზე არასერიოზული საუბარი. თუ ადამიანს ამაზე პროტესტი უჩნდება, არ ნიშნავს ეს, რომ ჩეჩნური ტიპის სადამსჯელო ჯგუფს წარმოადგენს. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ აფასებს ქვეყანას. ბაბლის იგი ცხოვრობს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და პატივი ხომ უნდა სცეთ ამ ხალხს. და აი ბოლო ნაწილი და ამით ვამთავრებ. ჩემი თაობა და მით უმეტეს ჩემ წინ თაობები, რომლებიც იყვნენ, ისე ვიყავით გაზრდილი, რომ ჩვენ რაც არ უნდა გვეთქვა და რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, პასუხი იმაზე უნდა გვეგო. ყოველთვის ასე იყო. და მე არ ვიცი დროის რა პერიოდში, რა მონაკვეთში მოხდა ეს აცდენა და ამ გაგების დაიგნორება. დღეს რატომღაც ძალიან მარტივი გახდა, აიღო ტელეფონი, რაღაც ვიდეო ჩაწერო, ვიღაცას ოჯახი აგინო, ვიღაცას დედა აგინო და ასე შემდეგ და თან იყო იმაში დარწმუნებული, რომ შენ ამაზე არავინ არაფერს არ გეტყვის. ეგ ხო გამორიცხული, ადრე თუ გვიან ვიღაცა მოვა და პასუხს მოგთხოვს. სხვანაირად შეუძლებელი არის. და ეს სხვადასხვა ეხება ორივე მხარეს. ვიღაც შეიძლება დღეს კომფორტულად გრძნობს თავს დაცულად, ფიქრობს რომ თანამდებობის პირი არის და ადამიანები ვერ ხედავენ ვის როგორ შეურაცხყოფას აყენებს. და დარწმუნებული არის იმაში, რომ მე მთელი ცხოვრება ასე გავაგრძელებ და ვერავინ ვერაფერს ვერ მომთხოვს. შანსი არ არის. შეიძლება 5, შეიძლება 10, შეიძლება 15 წლის მერე ვიღაცამ გაუხსენოს, რომ აი გახსოვს, შენ ამებს რო აკეთებდი და გვიკეთებდი. და მასაც მერე, ბევრი წლის მერე პასუხი მოსთხოვენ. ეს ტელეფონზე მივარდნებით და რაღაც ფსევდო აქტივიზმით
ჩემთვის არის გაუგებარი. აი რა გინდა რომ გააკეთო, რომ მივარდები ტელეფონი და რუსო მონა და რაღაცებს რო ეძახი. რა გინდა, რას იღებ ამით, რას აჩვენებ? ან იმისგან რასელი? აყვეს პროვოკაციაში, შეურაცხყოფა მოგაყენოს, ხელით შეგეხოს, მერე შენ რო პოლიციას უთხრა თუ აი რის გაკეთებას ცდილობენ, ეგეც გაუგებარი არის. დღეს ჩვენს ქვეყანაში რთულია, მართლა რთულია ისეთი ავტორიტეტის მოძებნა, რომ აი ყველა მეტნაკლებად ყველა დიდ პატივს სცემდეს. და მის სიტყვას ისეთი ფასი ჰქონდეს, რომ დაისვას ორი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანი და რაღაცნაირად შეარიგოს. ესეც პარადოქსია თითქოს. და ამ ყველაფრის ფონზე თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც თავს ყველაზე აღმატებულად ჩათვლის და მორალის სახელით დაიწყებს ადამიანების ცემას ქუჩა-ქუჩა, უნდა იცოდეს, რომ აღარაფრით უკეთესი აღარ იქნება მათზე. ამისთვის არსებობს კანონი, ამისთვის არსებობს პოლიცია, ვინც ამ ყველაფრით უნდა იყოს დაკავებული. მარტივია რა. ასეთი გამოვიდა ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. დროებით.